მე ვარ დაჩიღლონტი 11 წლის. მე ვარ ცოტნეღლონტი 9 წლის. თამარ ფოცხიშვილი 32 წლის, დაჩდა ცოტნეს დედიკო. დიდად არ მიყვარს ჭამა. ცოტნის ჭამა ცოტათი მიყვარს. ვცდილობთ ყოველგვარად, რომ ბოსტნეული სახით, ხილის სახით მიიღონ ჯანსაღი პროდუქტები და როგორც ასეთი ესე ვცდილობთ, რომ იყვებონ ჯანსაღად. მე მიყვარს ქათმის სალათის და ხილის ჭამა. არ მიყვარს სოსისი, კიდე კალბასი და რაღაც ეგეთები. კაი და რა გიყვარს? რავი, დანარჩენი ყველაფერი. ჩიპსზე მიგზალავენ ხოლმე რომ არ ჭამო. ბორს ნონებიან სულ ჭამ რომ სასარგებლო. გვაქვს თვეში ერთხელ ერთი დღე, რომელიც აქვთ დაშვებული, რომ არაჯანსაღად იყვებოთ, მაგრამ არის ეს თვეში ერთხელ და ამით ვცდილობთ, რომ ეს დავიცვათ ჯანსაღი ყვება ამით. თორე ისე ძალიან რთულია, თუ გინდ სკოლა, თუ გინდ წასვლა სადმე, გვიწევს არაჯანსაღად ყვება. ბურგალურსაც დავდებ მწვანეზე და წითელსაც. წითელი და მწვანე ბულგარული, იმიტომ დავალაგე მწვანეზე, რომ ის არის ბოსტნეული და არის ჯანსაღი. ქათმის ხორცს დავდებ მწვანეზე, ხორცს დავდებ მწვანეზე. ხორცი დავდე მწვანეზე, რადგან ის ბევრ სიძლიერეს შეიცავს და უნდა ჭამოს ადამიანმა. ბოსტნეულს ვფიქრობდი ნამდვილად და ხორცი არ მეგონა, რომ დადებდნენ მწვანეზე, მეგონა, რომ დადებდნენ ყვითელ ფერზე, მაგრამ დადეს მწვანეზე და ძალიან გამიხარდა. ვაშლს, ფორთოხალს და ავოკადოს დავდებ მწვანე ფერზე, ჯანსაღად. ავოკადო მიყვარს, მაგრამ ხშირად არ ჭამ. ჩემს ძმაზე უფრო ხშირად ჭამ ხოლმე ავოკადოს. ჯანსაღი ცხიმებია და რაც არ არის ბევრ ხილში, არის ავოკადოში და ამიტომ ჯანსაღი ცხიმებისთვის კარგია და იღებენ ამით. ცოტნე ნაკლებად, მაგრამ დანჩის ძალიან უყვარს. ფორთოხალს დავდებ მწვანეზე. ფორთოხალი იმიტომ დავდებ მწვანეზე, რომ ჯანსაღია. ყველს დავდებ მწვანე ფერზე. ყველი იმიტომ დავდებ მწვანეზე, რომ სასარგებლო. რაც შეეხება პურს, დავდებ ნეიტრალურზე, ყვითელზე. პური დავალაგე ყვითელზე, რადგან ის არც ისე ჯანსაღია. პურში, ანუ ყოველდღიური მომხმარებისთვის ვიყენებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ არის არაჯანსაღი ფქვილი, შაქარი, ბევრი რაღაცა დანამატი, რომელიც არ არის სასარგებლო. კრუასანს დავდებ ყვითელზე, არაჯანსაღია, იმიტომ რომ შიგნით არის შოკოლადის კარგი. კაი, მაგრამ დადე ყვითელზე და ხან შეიძლება და ხან არა? რა, ზოგჯერ ჭამ, ზოგჯერ არა. დონატებს დავდებ წითელ ფერზე. დონატები, რადგან ის შეიცავს ბევრ არაჯანსაღ ნივთიერებს და არ შეიძლება რომ ჭამოს ადამიანმა. გამაკვირვა ძალიან ტკბილმა პროდუქტმა, რომ წითელზე დადეს, იმიტომ რომ ძალიან უყვარს ორივეს ტკბილი და ვცდილობთ სახში გამომცხვარი მიირთვან და სახში მომზადებული, მაგრამ დონატებს და კრუასანს თუ დადებდნენ წითელზე და ყვითელზე, ნახდათ არ მეკონა. მე მომეწონა ამ გადაცემაში ყოფნა და კიდე მინდა რომ ერთხელ მოხვდე. ბავშვებთანაც დამეხმარება, რომ აი გავახსენებ აქ რო ვიყავით, აი ესე დავდეთ და მოდი ეს არაჯანსაღია, ეს ჯანსაღი და დაგვეხმარება სახშითაც და ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ფერები იმაში, რომ ვიყვებოთ ჯანსაღად. მარია ექიმი რო ნახავს ამ ვიდეოს და მოგცემს შენიშვნებს, აუცილებლად გავითვალისწინებ. ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრ რჩევებს გვაძლევს ხოლმე, როცა ვუყურებთ თქვენს გადაცემებს და იმედია, რომ კარგ რჩევებს მოგცემთ და გავითვალისწინებთ მთელი ოჯახი და რა თქმა უნდა, ბავშვები უპირველეს ყოვლისა. სიმართლე გითხრათ, ძალიან მიხარია ოჯახების ასეთი დამოკიდებულება კვების შუქნიშნის მიმართ. ძალიან მომწონს, როდესაც რამდენიმე თაობა იყრის ხოლმე გადაცემაში თავს. მე უნდა გავამხილო და აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ ეს მასალა ჩემთვისაც არის ხოლმე მოულოდნელი და უკვე როდესაც მომზადდება, მხოლოდ მაშინ ვნახულობ, თქვენთან ერთად ახლა ვნახულობ და მიყალიბდება შთაბეჭდილება, რომელსაც სიამოვნებით გაგიზიარებთ. უპირველეს ყოვლისა, თუ დააკვირდებით, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოჯახებში იზრდებიან შვილები, დედმამიშვილები, ძალიან მნიშვნელოვანია მათი განსხვავების გათვალისწინება, მათი თავისებურებების გათვალისწინება და მე
ადვილად შევნიშნე, რომ ქალბატონი თამარი ამას ითვალისწინებს. საყურადღებოა ის, რომ დაჩი და ცოტნე განსხვავებულ დამოკიდებულებას ავლენენ საკვების მიმართ. ერთს უყვარს ჭამა, მეორეს ნაკლებად უყვარს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ ფრაზებში იგრძნობა, როგორი გავლენა აქვს მაგალითად ოჯახში დამკვიდრებულ ტრადიციებს. ჩიპს არ მაჭმევენო, ესეთი რეპლიკა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პროდუქტების მიმართ ოჯახში არის დამოკიდებულება, რასთან დაკავშირებითაც დედიკო მათ რჩევებს უზიარებს ხოლმე. მნიშვნელოვანია ის, რომ მათ მოახერხეს დაჩიმ და ცოტნემ და დედიკოც კი გააკვირვეს ამ გადაცემაში, თუნდაც იმით, რომ სრულიად მოულოდნელად მწვანე ზონაში მათ განათავსეს ისეთი პროდუქტი, რომლის მიმართ ეტყობა მაინც კეთილგანწყობით არ გამოირჩევიან, მაგალითად ხორცი. და ყვითელ-წითელ ზონაში გადაანაწილეს სხვადასხვა სახის ნუგბარი და სასუსნავი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ კობით შუქნიშანმა მაინც იმოქმედა მათზე და უბიძგა, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიიღოთ აქ, ამ სტუდიაში. ასეთ გადაწყვეტილებებს რასაკვირველია ჩვენ ყოველთვის სიხარულით ხვდებით ხოლმე, თუნდაც იმიტომ, რომ ვიცით ამას მოჰყვება თავისი გაგრძელება. მით უფრო რომ დედიკომ დიდი სიბრძნე გამოიჩინა და მან თქვა, რომ თვეში ერთხელ აძლევს საშუალებას თუნდაც არარეკომენდებული პროდუქტები მიირთვას. მე ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან გონივრული გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენ არა აკრძალვის, არამედ განმარტების გზით მივდივართ. ერთხელ გამოყენებული პროდუქტი ნამდვილად არ ქმნის სასიცოცხლო რისკებს და ნამდვილად არ არის დამანგრეველი ჩვენი ორგანიზმისათვის, თუ ის არ არის უკიდურესად მომწავლავი ნივთიერება. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ზომიერი დამოკიდებულება, ფრთხილი დამოკიდებულება, დამზოგავი დამოკიდებულება და დამოკიდებულება, რომელიც ურთიერთშეთანხმებაზეა დაფუძნებული, ოჯახში საუკეთესო კვების მოდელს აყალიბებს და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს განტვირთვის დღეებიც და გვაქვს დატვირთვის დღეებიც, მათ შორის ისეთი პროდუქტებით, რომელიც გამოხრჩეულად უყვართ პატარებს. თუმცა ვისარგებლებ შემთხვევით და პურთან დაკავშირებით უნდა ვთქვა. სამწუხაროდ საზოგადოება შეეჩვია, რომ პურის ფქვილი არის სალანძღავი პროდუქტი და პურის ფქვილი ცუდი და არასასარგებლოა. გაჩნია ხორბალს, გაჩნია ფქვილს, გაჩნია პურს მომზადებისას. თავისთავად მარცვლეული და ბურღულეული ჩვენი ჯანმრთელობისათვის აუცილებელი კომპონენტია, მათ შორის რასაკვირველია ხორბალი. თუ ადამიანს რაიმე უკუჩვენება არ აქვს, ან შეზღუდვა ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთი, პურის ფქვილი კი არ არის გასალანძღი პროდუქტი, ან უარსახელფი პროდუქტი. ეს არის პროდუქტი, რომელიც სწორად გამოყენებას მოითხოვს და მაგალითად მთლიანი მარცვლეულისგან დამზადებული პურიც და სხვა პროდუქტების გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო და მთავარი რეკომენდებული საკვები ჯგუფი ნებისმიერ თანამედროვე კვებით რჩევებში. ამის გათვალისწინება გვჭირდება ჩვენც და ამიტომ სწორი ზომიერი დამოკიდებულება მომზადების წესის გათვალისწინება, პროდუქტის სწორი შერჩევა არის ზუსტად იმ რისკების შემომცირებელი, რომელსაც სავარაუდოდ ოჯახი ითვალისწინებს. ეს იყო ის მოკლე შეფასება, თუმცა მე მგონი მაინც მოკლედ არც გამომივიდა, რომელიც ამ კვებით შუქნიშანს ახლდა.